თვალით შევხედოთ პეტრეს გულში გავიაზროთ ამ დროს რა ხდება ხო მისი საყვარელი მოძღვარი რომლისთვისაც პეტრე მზად არის რომ თავი გაწიროს და ამას სხვათა შორის ადასტურებს კიდევაც იმიტომ რომ როცა შესაპყრობად მივლენ პეტრე იქ დაანითარე მისული რა და ყურს მოაჭრეს იმ მალქოს მღვდელთავრის მონას ანუ ის წასულია იმაზე რომ შეიძლება იქ სისხლის დაღვრა მოუწიოს რა ქრისტეს გამო ანუ წრფელია ბოლომდე იმ ყველაფერში მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობს უბრალოდ იმიტომ და ესეც ხდება და ეს ხდება სულ რამოდენიმე საათში მას შემდეგ რაც იმ ვაჟკაცურნაბიჯს გადადგას პეტრე და იმ ყურს რომ მოაჭრეს სულ რამოდენიმე საათში როცა უკვე უფალ შეიპყრობენ და წაიყვანენ ხო გაყვებიან იქ ყველას მოგესალმებით თქვენთან არის გიორგი გავაგრძელოთ ესე იგი განხილვა მამ მღვდელი თუ მამ ნუ მღვდელი საბა ჭიკაიძის საუბრები ღმერთზე და ესე იგი გავამახვილოთ ყურადღება ისტორიაზე რომელიც სხვათა შორის სახარებაში იოანეს სახარებაში არის მახსოვს მე ეს წანაკითხიდან თუ არ ვცდები მე-17 თუ მე-18 თავი არის მე მგონი და იქ არის ასახული მომენტი სხვა სახარებაში წერია ეს უბრალოდ არ მახსენდება ეხლა არ მოვიტყუები რა პირდაპირ ვიტყვი თავდაბლობით არ ვიცი არ მახსოვს უნდა დავждე გადავშალო მოვძებნო და ასე შემდეგ საბასავით არ დავიწყებ რა არ ვიცის ვერათქმევინებ ამ კაცს იმიტომ რომ არ გამიგონია ეგეთ რა ან არ მახსოვს სიტყვის იმიტომ რომ ეს ხო დონე ამა ყველაფერი იცის რა ხო და ეყურეთ რას აკეთებს ეხლა სახარებაში იოანეს სახარებაში მე-18 თავში პირდაპირ მოთხრობილი არის როდესაც პეტრე მიშიშვლა მახვილი და ყური მოაჭრა იმას რა ქვია ერთ-ერთი მღვდელთავრის მონას და ქრისტე ეუნება მას რომ ჩააგე მახვილი და ერთ-ერთ თავში არის ესეც მოხსენიებული რომ მახვილს ვინც აღმართავს მახვილითვე განისჯება რა მახვილითვე მოხდება მისი თქვათ დასჯა ან ესეთი რაღაც ანუ ქრისტე ემიჯნება ძალადობას და ეს მღვდელი რას აკეთებს ახლა შეფარული სისინური ვარიანტით აი გველი რო სისინებს ისე შეფარული ვარიანტით პეტრე მოციქულის საქციელს აჩვენებს თავის მრევლს თავის ხალხს ვინც მოусმენს რომ პეტრე თან დაყენებული ეს ვითომ თბილისელური ისა რა ქვია ლაპარაკით რა რომ პეტრე იქ დანითარი კაცო და იქ ვაჟკაცური ნაბიჯები და რაღაც აი ეს დეზერტირების ბაზრობა რა აი დეზერტირების ბაზრობა ისა ოქროსუბანი პლუს დიდუბე ნახალოკა გამრავლებული 4-ზე აი ეს ვითომ ამ რამსებში ზის ეს კაცი რა და მე ვერ გავიგე სასულიერო ევროპის რა შეჭirdება ამ რაღაცა ეს მიმართულებების მიცემა რომ თითქოს პეტრე მოციქულს ღმერთმა ეს მოუწონა მაცხოვარმა ეს საქციელი არა ჩემო მეგობრებო არ მოტყუდეთ ეს კაცი სპეციალურად აკეთებს ამას ამზადებს თავის მრევლს რომ რამე თქვენ მოძღვარს თუ რამე საფრთხე შეექმნება დანაც უნდა აიღო ნუ ეხა მაგალითად შეიძლება ვიღაცამ ტაბელური იარაღი აიღოს და დაამთხიოს ახალწელს და ჭახაჭუხი და სროლა ატეხოს მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ ეს კაცი იტყუება რელიგიის სახელით ეს კაცი არ ყვება სიმართლეს მაგ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით პეტრე მოციქულს არ მოუწონა მაცხოვარმა ეს საქციელი და მე იმ მოჭრილი ყური გაუმთელა ესე იგი იმ ადამიანს იმ მონას რომელიც იქ იყო და პეტრე მოციქულმა მერე მთელი სამოციქულო რო გადაიკითხო და პეტრე მოციქულის ცხოვრება მსგავს ისტორიას ვერსად ვერ შეხვდებით რომ პეტრე მოციქულმა ვინმე ღმერთის გამო ხელი აწია ან დანა იმასახნა მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეს სასულიერო პირი იტყუება სპეციალურად და სპეციალურად აკეთებს ისე აჩვენებს ამ სიუჟეტს ხალხს რომ ეს თურმე ვაჟკაცობა არის რომ მოძღვრის გამო თურმე დანას რო გაშლი და იმას რა ქვია მის მოწინააღმდეგეს ყურს მოაჭრი პირდაპირ გეუბნებით რომ სახარება გადაშალეთ წაიკითხეთ და მსგავსი სასულიერო პირები ვერ მოგატყუებენ მე მქონდა რამოდენიმე ადრე სასულიერო პირებთან დისკუსია ესეთ რაღაცებზე თემებზე რომ ბიჭო ხალხს ნუ წეწავთ გამიგე და მე რა თქმა უნდა მე დამიპირისპირდნენ და მე იმის რა ქვია მომიწია ხო რომ გავრიდებოდი იმ ადგილს იმიტომ რომ არ ქონდა აზრი რა არც მათთან საუბარს და ვერაფერსაც ვერ აუხსნიდი მე გეუბნებით მეგობრებო რომ სახარებით ეს კაცი манипуლირებს და აკეთებს ისეთი ჩრდილების დანახებას რომლებიც მაგალითად თავისთვის იქნება სასარგებლო თორე ამ კაცს მთელი გადაცემის მანძილზე ერთხელ არ მოუყოლია რომ მაცხოვარს ეს საქციელი არ მოეწონა მაინც ისე დაანახა ეს ყველაფერი რომ თითქოს პეტრემ ვაჟკაცურად მოიქცა არა და ეს სახარებაში ვაჟკაცურად არ არის შეფასებული კარგ დღეს გისურვებ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს კიდე ბევრ სიბრძნეს გავგაგებინებს მღვდელი საბა ჭიკაიძე